ბატონო, დიდი მადლობა თქვენი დროისთვის და ცხადია, საუბარი მინდა დავიწყო სანქციების თემით. რა გავლენას ახდენს? აი, უკვე დღევანდელი მოცემულობა, არა გუშინდელი და გუშინწინდელი, არამედ უკვე დღევანდელი მოცემულობა მთლიანად ქვეყანაზე და მის ევროატლანტიკურ პერსპექტივაზე. გიორგი, დიდი მადლობა ამ საშუალებისთვის, რომ თქვათ, ჩემი მოსაზრებები გამოვხატო. პირველ რიგში, თუ შეიძლება ესეთ შესავალს გავაკეთებ, რომ აი ბოლო პერიოდში აი ესეთი ის გამიჩნდა რაღაც დამოკიდებულება ამ ისტორიული პროცესისადმი და აი ესე შეიძლება რაღაც ერთი ფრაზით დავახასიათოთ. ეს არის პირველ რიგში რუსეთის მხრიდან უწყვეტი ბრძოლა საქართველოს დამოუკიდებლობის წინააღმდეგ ბოლო 34 წელიწადი და ჩვენი ასევე უწყვეტი ბრძოლა თავისუფლების დამკვიდრებისთვის აი ამ ქვეყანაში ბოლო 34 წლის მანძილზე. ანუ ეს არის ის უწყვეტი, დავარქვათ, ძიმე დაპირისპირება ორ სახელმწიფოს შორის, რომელიც გადის საქართველოს დამოუკიდებლობის და თავისუფლების გზაზე. ნახეთ როგორი თემა, მიუხედავად იმისა, რომ 240 წლიანმა ინტერვენციამ რუსების და მათმა აი ესეთმა მე ვიტყოდი გამძაფრებულმა და აქტიურმა პოზიციამ და ბრძოლამ საქართველოს დამოუკიდებლობის წინააღმდეგ მეგონა რომ ძალიან შეარყევდა ჩვენ ქვეყანას. მიუხედავად ამისა, ბოლო პერიოდში რუსთაველზე განვითარებულმა მოვლენებმა კიდევ ერთხელ დაგვანახა და მე ყოველ შემთხვევაში ძალიან მძაფრად ვიგრძენი ერთი მომენტი, რომ ჩვენი ქვეყანა მართლა თავისუფალი და დამოუკიდებელი, იმიტომ რომ იქ ნახეთ დამოუკიდებელი თაობა, ახალგაზრდა თაობა, რომელიც არაფრით, არასოდეს და არც ერთ შემთხვევაში და არავით არ ნახეთ პირობებში არ შეეგუება საქართველოს დამოუკიდებლობის დაკარგვას. თუმცა კიდევ ვიზახი ნახეთ, ბოლო 34 წელიწადი ეს იყო მუდმივი დაპირისპირება, აქ იყო ნახეთ როგორი ეგზისტენციალური გამოწვევები, ხო, როდესაც ჩვენ დავკარგეთ ჩვენი ძირძველი ტერიტორიები, დროებით დავკარგეთ, ეს არის ოკუპირებული აფხაზეთი და სამაჩაბლო, ცხინვალის რეგიონი და სამოქალაქო ომი, რომელიც იყო პრაქტიკულად დამანგრეველი და აი ამ ყველა პროცესში, აი ამ ყველა ტრაგიკულ, დრამატულ ქართველებისთვის პროცესში მომისწილი ედოთ რუსებს და რა თქმა უნდა მათი როგორც უშუალო ჩართულობით და მონაწილეობით, ასევე პირდაპირ აი დავარქვათ პროპაგანდას გულისხმობა, ფინანსურ სხვადასხვა თქვათ იგივე ინტერვენციებს, აი საბოლოო ჯამში საკმაოდ მძიმე სურათი დაიხატა ბოლო აი დამოუკიდებლობის აღდგენის დღიდან, მაგრამ მაინც შევძელით ჩვენ რომ ევროპულ გზაზე სწორად გვიარა. სხვათა შორის მე გუშინ ერთ-ერთ ინტერვიუში აღვნიშნე, რომ 2014 წელს ასოცირების ხელმოწერა ხელშეკრულების ევროკავშირთან და ასევე 2017 წელს ვიზა ლიბერალიზაცია არ არის ქართული ოცნების აი მმართველი პარტიის დამსახურება. ეს არის სწორედ აი იმ დავარქვათ მცდელობის ჩვენი ქართული საზოგადოების, ჩვენი დიპლომატიური ამ შემთხვევაში კორპუსის, ქართული დიპლომატიური კორპუსის და მთელი ავარქვათ აი ჩვენი საზოგადოების რაღაც უწყვეტი ბრძოლა იმისთვის, რომ ევროპული გზა შემდგარიყო და მე მაინც ვფიქრობ, რომ შედგა. მიუხედავად აი ამ მძიმე შეფერხებებისა და მძიმე მოცემულობისა, რაც დღეს გვაქვს, აი დღესდღეობით რაც გვაქვს ქვეყანაში, მე მაინც ვფიქრობ, რომ ეს არის შეუცვლელადი პროცესი. რაც უნდა ამ შემთხვევაში მმართველმა პარტიამ შეაჩეროს, თქვათ, საქართველოს ევროპული გზა, ევროინტეგრაციის პროცესი, მე ვფიქრობ, რომ ეს იქნება ძალიან ეფემერული, ძალიან ხანმოკლე. ნახეთ, სულ რამოდენიმე თვეში შეიძლება ეს ჩვენ, როდესაც ხელისუფლება შეიცვლება და მართლა მე ვიტყოდი ესე, რომ საჭიროა უკვე იცით, როგორი ხელისუფლება მივიღოთ, რომელიც არაერთპარტიული ყოველ შემთხვევაში, რომელიც იქნება კოალიციურ კულტურაზე დაფუძნებული და შეიძლება ამან პირველი პერიოდი გაგვიჭირდეს, ბოლომდე ვერ იმუშაოს, მაგრამ საბოლოო ჯამში ალტერნატივა კოალიციურ მთავრობას საქართველოსთვის არ არის. გიორგი, ნახეთ ჩვენ 34 წლის მანძილზე თუ რა შეუძლია მოიტანოს ერთპარტიულმა მმართველობამ. ერთპარტიულმა მმართველობამ, ნახეთ, ეს იყო პირველ რიგში, გამსახურდიას ხელისუფლებას რამოდენიმე თვე იყო, შემდგომში იყო საკმაოდ გრძელვადიანად შევარდნაძე, ასევე 9 წელიწადი იყო სააკაშვილის ხელისუფლება და 12 წელიწადი ქართული ოცნების ამ შემთხვევაში
მართველი პარტიის ქვეშ, ხო? აი ესეთი დავარქვათ 34 წლიანი ერთპარტიული მმართველობა. კი, რაღაც შედეგებზე აშკარად გავედით, თუნდაც ევროინტეგრაციის თვალსაზრისით, მაგრამ საბოლოო ჯამში ჩვენ რო გვქონდა კოალიციური მმართველობის აი ეს დემოკრატიული პრინციპის კულტურა მმართველობის, ხო? გაცილებით მეტ შედეგზე გავიდოდით და დღეს ეს ვითარება ქვეყანაში არ ექვეყნებოდა. ნუ რაც შეეხება დღევანდელ მოცემულობას. მოცემულობა არის ძალიან მძიმე, ძალიან ისეთი მრავალ ჭრილში შეიძლება თქვა შეფასება და განახვა ამ პროცესის. მე მაინც ესე შევხედავდი, ნახეთ, უკვე უშუალო აქტიური ჩართულობა რუსული სპეცსამსახურების და დაგისახელებთ რამოდენიმე არგუმენტს და მივხვდებით, რომ ეს რეალურად აშკარად არის რუსული გავლენები და შემდგომში უკვე როგორ მოქმედებს უკვე ქართული ხელისუფლება, ქართული საზოგადოება და როგორი ამ შემთხვევაში პერსპექტივა აქვს და არის თუ არა გამოსავალი ამ სიტუაციიდან. პირველი ნახეთ, სულ რამოდენიმე წლის წინ ჯერ კიდე როდესაც აი უკრაინის უმძიმესი მე ვიტყოდი ეს ტრაგიკული ომი რუსეთის მხრიდან და ინტერვენცია რუსების მხრიდან უკრაინაში დაიწყო, სხვათა შორის დაჩქარდა ის პროცესი, რომელიც ალბათ ჯობდა რომ ცოტა ადრე დაგვენახა საზოგადოებას და ადრე გაგვეცნობიერებინა. დაჩქარდა პროცესი სწორედ ევროპასთან დაპირისპირების ქართული ოცნების მხრიდან და არა საზოგადოების მხრიდან. ეს მინდა ძალიან მკაფიოდ გავინიშნო და ნახეთ როგორ არის პირდაპირ დაპირისპირება ჩვენ სტრატეგიულ პარტნიორებთან, ამერიკის შეერთებულ შტატებთან და ევროკავშირთან. ევროკავშირთან როგორც დავარქვათ, აი ამ ევროპულ დიდ სტრუქტურასთან და ასევე დაპირისპირება ორმხრივ ფორმატში, ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან. ეს არის ბალტიის ქვეყნები, პოლონეთი და ასე შემდეგ. ნახეთ რა არის ქვეყანა, რომელიც არის ოკუპირებული და ყავს მეზობელი აგრესიული, რომელიც პრაქტიკულად მიდის ისეთ ნაბიჯებზე, რომელიც შენ არასოდეს და ვერავინ ვერ გაზღვევს რომ და დაზღვეული არ ახარო შენ წინააღმდეგ კვლავ გამოიმეოროს ის აგრესია, სამხედრო აგრესია, რომელიც იყო თქვათ, ეს იყო 90-იანების დასაწყისში, როცა სოხუმი დაეცა და შემდგომში ცხინვალი და ბოლოს ნახეთ 2000 ნახეთ აი 8 წელი, როცა პირდაპირ აშკარა ინტერვენცია მოხდა საქართველოს ტერიტორიაზე რუსეთის რეგულარული არმიის მეშვეობით, რუსეთის მხრიდან. ფაქტიურად რა მოხდა, ნახეთ, ჩვენ გვინდოდა რომ რა არის ამოსავალი წერტილი, რომ დაცულობის ხარისხი გაგვეზარდა პარტნიორებთან თანამშრომლობის პერსპექტივით. ეს არის ამერიკელებთან თანამშრომლობა და ევროკავშირთან თანამშრომლობა. რაც რეალურად 2021-დან დაიწყო ძალიან აქტიურად სწორედ აი ამ პროცესმა რღვევა, რომ რეალურად აღარ ქონოდა ის კომუნიკაცია ჩვენ სტრატეგიულ პარტნიორებთან, რაც პირდაპირ გეტყვით რუსეთის წისქვილზე ასხავდა წყალს. ეს ხო ერთმნიშვნელოვანია. ამავე დროს ნახეთ ძალიან საინტერესო პროცესი დაიწყო, რომელიც ხელისუფლებამ მე ვიტყოდი, რომ არ გააკონტროლა, თუ ვერ გააკონტროლა, ალბათ უფრო არ გააკონტროლა, ეს არის ნახეთ უკრაინაში ომის დაწყების პროცესიდან რუსებმა დაიწყეს მოქალაქეებმა, რიგითმა მოქალაქეებმა შემოდინება საქართველოში. ჯერ იყო ცოტა მოგზაურებული რიცხვი, მერე ეს გახდა უკვე 1000-ობით, 10000-ობით და ბოლოს როგორც მონაცემები, ნუ ყოველ შემთხვევაში გვაქვს სავარაუდო, სადღაც გადაცდა 100000. ეხლა ეს არ არის მცირე რაოდენობა საქართველოს ზომის ქვეყნისთვის და ჩვენი მოსახლეობა რაც გვაქვს რაოდენობრივად, თუნდაც ნახეთ, თუნდაც მცირე პროცენტი იყოს შენი მოსახლეობისა, თქვა ამ შემთხვევაში შემოსული რუსული მოსახლეობა, მაინც არის ძალიან მე ვიტყოდი საფრთხილო და საშიში. ნახეთ რა არის პირველ რიგში არც ერთმა სამსახურმა, არც ჩინაგანმა, არც უშიშროების სამსახურმა, ყოველ შემთხვევაში არც უშიშროების ეროვნული უშიშროების საბჭოს არ გაუკეთებია, არ მიუწოდებია საზოგადოებისთვის ის მონაცემები და შეიძლება მონაცემები არ მიაწოდო ყველაფერი, არის დახურული ინფორმაცია გიორგი, მაგრამ ის მაინც უნდა მიაწოდო, რამდენად საფრთხილოა და საშიშია თუ არა ეს, თქვა ჩვენი ქვეყნის, თქვა იგივე სტაბილურობისთვის ამ რაოდენობის რუსული მოსახლეობის, რუსი მოქალაქეების დაფუძნება, აქ მე ხალხს უსვამ, დაფუძნება საქართველოში.
რეალურად დაფუძნებასთან ერთად დაიწყო მეორე პროცესი, რომელიც ასევე ძალიან საინტერესოა, ეს არის 30000-ზე მეტი კომპანია, 33000-მდე ბიზნეს კომპანია დარეგისტრირდა საქართველოში. ეხლა ნახეთ, ეს ხო კატასტროფული მაჩვენებელია, ციფრები. ვინ არიან ეს ადამიანები? ჩვენ ვიცით რა ბიზნეს ურთიერთობები აქვს აი ამ კომპანიებს, თქვათ რუსეთთან, იგივე სხვა ქვეყნებთან. ვინმე ამას აკონტროლებს? სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, ან შინაგანი, ან დაზვერვის სამსახური. ვინმე ამას, როგორც ესეთი, სტაბილურად აკონტროლებს და თვალსადევნებს, რა პროცესთან აქვს საქმე? და როგორ დავიჯერო, რომ ერთი ჯაშუში მაინც აქ ხო ათობით და ასობით და თუ მეტი არა მოქალაქეა შემოსული, რომელსაც სპეციალური ინსტრუქცია აქვს რუსული სპეცსამსახურების მხრიდან მიღებული. ვინმე ეს გააკონტროლა? ამიტომ ვიზახით, ნახეთ, ძალიან მყიფე, რთული პოლიტიკური სპექტრი ჩამოყალიბდა საქართველოში, რომელიც არ არის არანაირად სახელმწიფოს მხრიდან დაცული. არავინ არ სვავს კითხვას, ვინ არიან ეს მოქალაქეები, რა ვადით შემოვიდნენ, უნდათ თუ არა მათ შენი მოქალაქეობის მიღება და უბრალოდ რა საქმიანობენ, რითი საზრდოობენ. იცით რა, თავიდან გასაგებია ვიღაცამ რაღაც თანხა ჩამოიტანა, ვიღაცამ თქვათ რაღაც დანაზოგი დახარჯა, მაგრამ როცა უკვე წლობით ისინი ფუძნდებიან აქ და არავინ არ იცის კიდევ ვიძახი რა რესურსით ცხოვრობენ შენ ქვეყანაში. პირველ რიგში, თუ ეს მათი რესურსია, კარგით ეს ერთი მხარეა, მაგრამ მეორე თემა, ნახეთ, ეს 10000-ობით ადამიანი ცდილობს, რომ გაიჩინოს და უშუალოდ ეს იქნება სპეცსამსახურთან კვეთაში თუ არ იქნება კვეთაში, ცდილობს, რომ გაიჩინოს რაღაცა თავისი, მე ვიტყოდი, მცირე ბიზნესი, რომელიც შეიძლება თქვათ მასთვის იყოს, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი, ხო? თუ ის მათთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, ასევე შენთვის არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი გაარკვიო, რა სექტორია ეს და რა წილს წაიღებს შენი მოქალაქეების ხარჯზე. და დასაქმდებიან თუ არა ისევ რუსები, თქვათ, რუსულ, თქვათ, დაფუძნებულ ბიზნესში, ეს იქნება, თქვათ, მცირე ბიზნესი, თქვათ, რესტორანი იქნება ეს, თქვათ, კაფე-ბარი იქნება თუ ნებისმიერი სხვა ბიზნესი, ხო? ნებისმიერი მცირე ბიზნესი. ამიტომ ეს ყველაფერი ერთგვარ, გიორგი, ძალიან ისეთ, მე ვიტყოდი, ზოგადად ტურბულენტობას იწვევს, როგორც პოლიტიკურს, ასევე ეკონომიკურს, ისედ არამდგრადი და მყიფე ეკონომიკის მქონე ქვეყანაში, როგორც საქართველო. იმიტომ რომ ჩვენ სულ აპელირებთ, რომ ეს არის ციფრები, ეს არის რეიტინგები, მაგრამ დიდი ბოდიში ყველაზე მთავარი რეიტინგი და ციფრი ის არის, როგორ ზნობს საქართველოს მოქალაქე თავს და როგორია მისი, თქვათ, ოჯახის ბიუჯეტი და როგორ წლება ის თავის ოჯახის შენახვას თვიდან თვემდე. აი ეს არის როგორ უნდა იმოქმედოს ამ შემთხვევაში საქართველოს იმისთვის, რომ თავი დააღწიოს ამ საფრთხეს რამენაირად, მაშინ, როდესაც ერთი მხრივ დასავლეთთან კარი აქვს მიჯახუნებული და მეორე მხრივ აი ესეთი ეგზისტენციალური საფრთხე უკვე ქვეყნის შიგნით. ხო, აი მაგაშია საქმე, გიორგი, სწორედ დილემა ეს არის, რომ ჩვენ კარი დაუკეტეთ ფაქტიურად, ჩვენ ამერიკელ პარტნიორებს შეწყდა სტრატეგიული თანამშრომლობის, პარტნიორობის ამ შემთხვევაში მთელი პროცესი, ფაქტიურად ჩავაგდეთ ევროკავშირთან, როგორც სტრუქტურასთან, ნახეთ, როგორც ორგანიზაციასთან თანამშრომლობის პერსპექტივა და ასევე ჩავაგდეთ პარალელურად ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან, 27 ქვეყანასთან ორხრივი თანამშრომლობის ფორმატი. ეს არის პოლიტიკური ფორმატი თანამშრომლობის და ასევე ეკონომიკური. ორივე ფორმატი არის ჩაგდებული. ეხლა ნახეთ რა არის. გამოწვევა ხო ის არის, რომ სწორედ ეს ქვეყნები იყვნენ შენი სტაბილურობის გარანტი. მეტნაკლებად აქაც. ნახეთ 2008 წელს მიუხედავად იმისა, რომ პრაქტიკულად ვერც ამერიკელებმა და ვერც ევროკავშირმა რუსეთის რეგულარული არმიის შეტევა ქართულ ტერიტორიებზე ვერ შეაჩერეს, მაინც ნახეთ დადებითად შეიძლება შევაფასოთ როგორც ამერიკელების, ასევე ევროპელების, მე გულისხმობ, ნახეთ როგორი ფორმატი იყო საფრანგეთის, სარკოზი, კუშნერის, როგორც საგარეო საქმეთა მინისტრის აქტივობები საქართველოში. რომ არ ყოფილიყო ეს აქტივობა, ჩვენ ხო არ ვიცით რაზე გავიდოდა დაუშვათ ის ინტერვენცია და როგორ დასრულდებოდა. საბოლოო ჯამში მაინც ამერიკელების და ევროპელების მცდელობით, რა თქმა უნდა, მძიმე სტატუს-კვო შეგვჭა, აღიარებული
ოკუპირებული ტერიტორიების რუსეთის მხრიდან, მაგრამ თავარი ის არის, რომ ეს არ გაგრძელდა დიდხანს და არ ჩამოინგრა საქართველოს სახელმწიფოებრიობა. აი სწორედ ამაშია საქმე, რომ ჩვენ გვჭირდება ის პარტნიორები და ის რაზე თქვი, აი სწორედ რაზე გადის ახლა ეს? გადის რაზე იცით, რომ თუ ესე გაგრძელდა რაღაც, თქვათ, რაღაც ესეთ გამგზობით პერიოდში, აი ესეთი დამოკიდებულება ჩვენ ევროპელ და ამერიკელ პარტნიორებთან და მსოფლიო თანამეგობრობასთან, იმიტომ რომ სწორედ ამერიკელები და ევროპელები ქმნიან დემოკრატიულ, განვითარებულ ცივილურ ფორმას მსოფლიო თანამეგობრობის. და არა პირობითად ვიძახი ირანი და არა რუსეთი და არა თქვათ პირობითად ვიძახი ჩინეთი. მაგრამ ჩინეთი როგორც ეკონომიკური მოთამაშე ამაზე მოგვიანებით გეტყვით, ეს ცალკე თემაა. რა პერსპექტივა აქვს ქვეყანას? მე ვფიქრობ, რომ ძალიან არ მინდა მუქფერებში დავხატო, მაგრამ ძალიან მძიმე მე ვიტყოდი ჩიხური ვითარება გვაქვს. ნახეთ, ორ განზომილებაში. ერთი არის შიდა პოლიტიკური განზომილება, სადაც უკვე რეალურად სახელმწიფო ჩიხშია შესული, როგორც ხელისუფლებაა ჩიხში შესული, ასევე საზოგადოება შეიყვანა ჩიხში ხელისუფლება. თავისი არამართებული და სწორი ქცევებით და აქტივობით და საგარეო პოლიტიკური ჩიხი. გიორგი, ვეღარ დამისახელებ უკვე 3-4 ქვეყანას, მეგობარ ქვეყანას, რომელთანაც თუნდაც პრემიერ-მინისტრს ან საგარეო საქმეთა მინისტრს აქვს საშუალება, რომ აი მოკიდოს თუნდაც სატელეფონო კავშირის მეშვეობით დაუკავშირდეს და რაღაც საკითხი მოაგვაროს თავის პარტნიორთან. აღარ არის ეს. ესე იყო და ეს კონტაქტები, ეს მოცემულობა დავკარგეთ. ეს რას ნიშნავს, რომ დაბჭა, ეხლა დიდი ბოდიში მარტო უნგრეთის და სლოვაკეთის ხარჯზე ჩათვალეთ, რომ ეს არის, როგორი იცით, აი გამოგონილი თემა, რაღაც ისეთი, მე ვიტყოდი, გამოგონილი ეფემერული თემა, რომელიც ძალიან მოკლე პერიოდში დასრულდება, იმიტომ რომ უნგრეთი არ არის ის ქვეყანა, რომელსაც შენ როგორც მენტორი გჭირდება, პირდაპირ გეტყვით, მე საწყენად არ ვიძახი უნგრელების, მე იქ ელჩი ვიყავი 4 წელიწადი, სხვათა შორის მინდა გითხრათ, რომ საუკეთესო ურთიერთობები არის უნგრეთთან, ორმხრივი ურთიერთობები, ბევრი რამ გაკეთდა, თუნდაც აი ჩემი ელჩობის პერიოდში ვიზი არის შემოვიდა, შოთა რუსთაველის მოედანი გაიხსნა ბუდაპეშტში, თავის ძეგლით დავდგიტელი. მოკლედ, მთელი სპექტრი ორმხრივი ურთიერთობების უნგრეთთან ძალიან კარგად გვაქვს განვითარებული. მაგრამ მოდით ესე ვთქვათ, ამ შემთხვევაში უნგრეთის და სლოვაკეთის ჩართულობა და მათი ურთიერთობით კომპენსაცია ევროპული ურთიერთობების, ეს არის აბსურდი და წარმოუდგენელი. ნახეთ, ჩვენ დავკარგეთ ბალტიის ქვეყნები, პროცესში ვართ, ეხლა როგორც საუკეთესო და ერთგული მეგობარი და პარტნიორი ქვეყნები, დავკარგეთ პოლონეთი, რომელიც იყო ფაქტიურად არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ქვეყანა დავარქვათ ევროპულ აი ამ მოცემულობაში და რა თქმა უნდა შანსია რომ დავკარგოთ გერმანია და საფრანგეთი. ნახეთ ის რიტორიკა როგორ ველაპარაკებს გერმანელებს და ამ შემთხვევაში ფრანგებთან ჯერ კიდე ლუფტი დატოვებულია. მე მაგალითად ვიტყოდი რომ ეს არის საკმაოდ რთული მოცემულობა და თუ ხელისუფლებამ არ ვიცი, ეს უახლოეს პერიოდში ვერ გამოასწორა და არ გამოასწორა, ჩათვალეთ, რომ ეს მათი ხელისუფლების ყოფნის პერიოდში ვეღარასოდეს და აღარასოდეს არ გამოსწორდება და ეს სტატუს კო დარჩება, ანუ იქნება ძიმე დაძაბული ურთიერთობა ამერიკის შეერთებულ შტატებთან და ასევე ევროკავშირთან, როგორც ევროკავშირის სტრუქტურებთან, ასევე ორქრივ ფორმატში. რა პერსპექტივა არის? პერსპექტივა ერთია გამოსავალი, იმიტომ რომ ნახეთ რა ვითარება რუსთაველზე, დგას ყველაზე ისეთი მე ვიტყოდი სუფთა, ყველაზე ანთებული პატრიოტი ნაწილი საზოგადოების. ეს არის ჩვენი შვილების თაობა, ახალგაზრდები 18-დან 17 წლიდან სადღაც 30 წლამდე და მე ვიტყოდი რომ ეს არის ჩვენი ის ოქროს ფონდი, რომელსაც თითოეული მოქალაქე საქართველოსში უნდა გაუფრთხილდეს და განსაკუთრებული პასუხისმგებლობა აქვს ხელისუფლებას. ჩვენ გავაკეთეთ ის, რაც ვერც ეს ხელისუფლება, ვერც საზოგადოება სხვათა შორის აი ამ სირცხულს ვერ ჩამოირიცხავს. რა დღეში ჩავაგდეთ შვილების თაობა, ესეთი ნაწვალები, ნაცემი, მართლა ძვლებ დამტრეული ახალგაზრდები და კატასტროფაა ის, როგორ ექცევიან მათ. და როგორ ექცევიან მათთან ერთად სიმბოლურად თავისუფლებას. რომ ეს ახალგაზრდები წარმოადგენენ ქვეყნის თავისუფლებას,
ეს არის საქართველოს სიმბოლო, ეს არის მერაბ კოსტავას სიმბოლო, დამოუკიდებლობისთვის ბრძოლა, სწორედ აი ამ ახალგაზრდების სახეები. აი დალეწილი სახეები, რომელსაც გიორგი ჩვენ ხედავთ ძალიან ხშირად ტელევიზიით და კატასტროფული მდგომარეობა საზოგადოებაში, ნახეთ, ის ვინც აცნობიერებს, ის არის რეპრესირებული და ძიმე მდგომარეობაში ჩავარდნილი, რომ უყურებს ამ მდგომარეობაშია მომავალი თაობა და ის ნაწილი 20% საზოგადოების 20 თუ 25 არ ვიცი, მაგრამ ვისურვებდი რომ ნაკლები ყოფილიყო, ისინიც მე ვიტყოდი სავალალო მდგომარეობაში არიან, იმიტომ რომ ნახეთ უყურებენ ამ ახალგაზრდების სახეებს და ვერაცნობიერებენ რას ემსახურება მათი აზროვნება. ეს ემსახურება თქვათ ეროვნული იდეის გამარჯვებას, თავისუფლების გამარჯვებას, თუ ეს ემსახურება სწორედ რუსულ თემას, რუსულ სქემას, როგორ დაიმონონ და დაანგრიონ ის, რაც ფაქტიურად ჩვენ 240 წლის მანძილზე აი ამ დიდი ბრძოლების, ამ დიდი აჯანყებების, ამ დიდი ნახეთ ამ დიდ პერიპეტიებში კიდევ შემოვინახეთ. და რა გახდა რომ ამ 25%-მა ჩვენი მოსახლეობის გააცნობიეროს, რომ ნუ თუ არ არის საკმარისი 240 წელი ურთიერთობის, მე ვგულისხმობ 240 წელს გიორგიევსკის ტრაქტატიდან, როდესაც გაფორმდა, ხო, იქიდან აი ეს რაოდენობა გავიდა საკმაოდ 2 საუკუნე ნახევარი თითქმის, ხო? ნუ თუ არ არის საკმარისი იმისთვის, რომ გავაცნობიეროთ, რომ რუსეთი ეს არის შენი ქვეყნის და შენი დამოუკიდებლობის ეგზისტენციალური გამოწვევა. არასოდეს რუსეთი არ შეეგუება, აი როგორიც არის აი ამ სტატუს კვოთი და ვერ გააცნობიერებს, როგორი შეიძლება იყოს თავისუფალი და დამოუკიდებელი საქართველო. და ილიას აი ეს წინვალე სენტენცია, ხო, მამული ელან სარწმუნოება, ნახეთ როგორ არის მამული დაგვიშალეს. ოკუპირებული ტერიტორიებს გულისხმობ, მამული მიიტაცეს. ენა 78 წელს 14 აპრილს მართლა დავიცავით, საზოგადოებამ დაიცვა და მე არ შემილი არ ვახსენო შევარდნაძე, რომელმაც ლომის წილი ითამაშა სწორედ აი ამ ენის დაცვის და კონსტიტუციიდან ამოღების საწინააღმდეგოდ და მესამე ეკლესია გაგვინადგურეს ეკლესია ყველანაირი თვალსაზრისით, მორალური თვალსაზრისით და ნახეთ პირდაპირი თვალსაზრისითაც ნახონ ჩვენმა აი იმ ადამიანებმა, ვისაც ჯერ კიდე სჯერავთ რუსეთის, იყავთო ნახონ ალავერტი და აღარ ჩამოთვლი, ნახეთ გათეთრებული ეკლესიები. იმიტომ რომ კირი თავისი კონსისტენციით ჭამს საფრესკო საღებავებს და აღარაფერი არ დარჩა ალავერტში. ამას წინათ ჩემი შვილიშვილები მევიყანი და ნახეთ რომ ის ღვთისმშობლის არაჩვეულებრივი ხატება, რომელიც უკვე ფაქტიურად არის, ნუ ის ალბათ ვეღარც აღადგენენ, ძალიან გაჭირდება ალბათ, სწორედ აი ამ თეთრი კირის გამო და გათეთრებული ეკლესიების გამო არის ჩვენი ეს ფრესკული უნიკალური კულტურული მემკვიდრეობა განადგურებული. და უნდა გვავიწყდება ეს რუსი ეგზარქოსები, რომელიც ავალდებულებდნენ ყველას, რომ ყოფილიყო რუსული გალობა ქართულ ეკლესიებში. ნუ ამაზე მეტი არგუმენტი გიორგი რა შეიძლება მოუტანოთ იმ ჩვენ დავარქვათ, კარგი გაგებით, ჩვენი საზოგადოების ნაწილია ის ხალხიც, მაგრამ ძალიან გული მწყდება, რომ მათი აზროვნება, ნახეთ, ვერ გაცდა რაღაც ძალიან მარტივ პოსტსაბჭოთა რაღაცა ესეთ მენტალიტეტს. ვერ გაცდა, ნახეთ, და ჩარჩენ საბჭოთა კავშირის რაღაც სამწუხაროდ, ჩვენ და სამწუხაროდ, იმიტომ რომ ისიც ისეთივე მოქალაქეა საქართველოსის, როგორც თქვენ, მე და ის 70%, ვისაც უნდა სწორედ საქართველოს ევროპული გზა. და თუ ეს მათ არ გააცნობიერეს, ცოდო არის მათი მომავალი თაობა, მათი შვილები. მართლა ცოდოა, იმიტომ რომ იმ შვილებს სწორ გზაზე უნდა დაყენებათ და მამების თაობამ სწორ გზაზე უნდა დავაყენოთ შვილები. რა ვიცი, მე ესე უყურებ და არა ნიშნის მოგებით, მე ესე უყურებ გულისწყივილით, რომ დღეს მე არ მეგონა, რომ საქართველოში არსებობდა რაღაც ნაწილი, თუნდაც მცირე ნაწილი საზოგადოების, რომელიც აი ამ ჩვენ ავანგარდში მყოფ სტუდენტებს, ახალგაზრდებს, შვილების თაობას მონათლავდნენ როგორც რადიკალურ ოპოზიციას და როგორც თქვათ ამ შემთხვევაში, ნუ რა სიტყვებს არ ხმარობენ, მე არ მინდა ეს გავიმეორო მათ მიმართ. ეს არის სწორედ აი კატასტროფული საბჭოთა აზროვნების შედეგი და გავლენა საქართველოს საზოგადოებრივ განვითარებაზე და სამოქალაქო საზოგადოების განვითარების აი ამ პროცესზე. დიდი მადლობა.